სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგი კითხვა ძალიან საინტერესოა და ამას სვავს მარგარეტი. გამარჯობათ, მე მარგარეტი მქვია. ადრე როდესაც სხვა ეკლესიაში დავდიოდი, მასწავლინდნენ რომ როგორც კი ხელახლა დაიბადები, ან როგორც კი იესო ქრისტესთან პირადი ურთიერთობას დაამყარებ, ხსნას ვეღარათოსდეს დაკარგაო. მაგრამ როგორც ჩანს, თქვენი ქადაგების მოსმენის შემდეგ ქრისტიანობა მხოლოდ მადლით ხსნა არ არის. თქვენ მუდამ უნდა იშრომოთ ქრისტიანად ყოფნისათვის, მორჩილებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ქრისტიანს მაინც შეუძლია ჯოჯოხეთში მოხვედრა და ხსნის დაკარგვა? ჯონ მაკარტური: არა. თქვენს ეკლესიაში, იმ ეკლესიაში მართლები იყვნენ. როგორც კი ხელახლა დაიბადები, ეს სამუდამოდ ასეა. ჩვენ არ საუბრობთ ქრისტიანად ყოფნის რაღაცა, რომ შრომით მოვიპოვოთ, რომ ქრისტიანი ვიყოთ. ჩვენ საუბრობთ ღმერთის როგორც ქრისტიანის პატივისცემისთვის შრომაზე. უბრალოდ ეს მარტივი ანალოგიაა. თუ ოჯახში დავიბადე, მე არ მჭირდება მუშაობა, რომ ვაჟი ვიყო მამაჩემის. მე მისი ვაჟი ვარ. მაგრამ ჩემს მშობლებს სურთ, რომ კარგი, სასარგებლო, დამხმარე, პატივისმცემელი და პატივმცემელი ვიყო. და სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ქრისტიანობის დროსაც. ჩვენ საუბრობთ ქრისტიანული ცხოვრების ცხოვრებაზე ღვთის დიდებისა და პატივისათვის, საკუთარი კურთხევისა და მარადიული ჯილდოსათვის. გასაგებია? დიახ, მადლობა, ჯონ, გასაგებია.